ხო, გაუშვი ხა ჩაწერაზე. ვიცი, კი ბატონო, ხედავ შენს ეკრანს. ხო, ის იყო გუშინ შეხვედრა ქონდა კვირას და მე კიდე იქნება ხოლმე ანუ რა ყოველ თვეში სავარაუდოდ იქნება შეხვედრები რა ისე ლაივში რა რომ ნეტვორკინგი და რაღაცა ხო ხდები ანუ ისეთი მომენტია რომ გაიცნოს ყველამ ერთმანეთი და რაღაცა და მე არ ვიცი ხა შენ ის საქართველოში ხარ თბილისში ხარ თუ საერთოდ ანუ როგორ შეიძლება მანდ მოსვას მაგრამ შეგიძლია მოხვიდე და მეგობრებიც მოიყვანო ხოლმე ხო ნახე იქ მოწერილი ანიმე მოიწერა ხო ხო ნახე ვერ მოვიცალე ვეღარ ხო არა არ არის პრობლემა ისე რომ იცოდე რომ თავისუფალისაა ყველა შეუძლია მოვიდეს კი ბატონო ახლა მოდი ჩვენ მივხედოთ ჩვენს დავალებებს ცოტა რა მომენტი არის იცი შენ თუ control plus დააჭერ ხელს რომ თვითონ აი ის რომ გამოჩნდეს კარგად ეკრანზე ანუ რაც რა ქვია მაგას კოდი რო გიწერია რა მეტი არაფერი ერთხელ რო დააჭრო control plus კი ბატონო ცოტა გვერდითის შეგიძლია გვერდითას სვეტი შეგიძლია იმასქნა და აპატარაო აი ეგ არის ხო რაღაცაზე უფრო მეტად აღარ იმას ვიზავს და ტერმინალის ცოტა როგორ დააპატარაო კი ბატონო შვენიერია ეს უნდა გავტესტოთ ეს ფუნქცია კი ბატონო მუშაობს ხო ეგ ამწვანებს ხო იმას ჩეკს ამწვანის კი ბატონო ერთი ტესტს შემახედე თვითონ ტესტ ფუნქციას გვერდზე რო გადახვიდე ბარემ მაგასაც შემახედე შვენიერია შენ აი მე შეკითხვა ხო არ გაქვს არაფერი არა ეს სხვა ის არის იმისი მოიცა როგორ არის ეგ ხო არა კი ბატონო შვენიერია ძალიან კარგი გადავიდე ჩვენ ერთად კი ბატონო იქ PyTest-ი მე მგონი არ გამოყენებული თუ გააქვს გამოყენებული import PyTest-ი რო გიწერია ეს მე მგონი ზემოთ ხოლმე პირველ ხაზზე ეგ მე მგონი ხო ანუ მე მგონი მაგის გარეშეც იმუშავებს ეგ PyTest-ი რო არ დაიმპორტო ნახე აბა ერთი წადე მოდის PyTest-ი დააკომენტარე პირველ ხაზი კი ბატონო ხო მუშაობს მაგის გარეშეც კი ბატონო ეს არის გრითინგი კი ეგეც ამწონებს ხო არის მის შენი ხმა. მოდი შემახედე თვითონ ტესტ ბანკს შემახედე ეს ხო ეს ისეთი ის არის. კი ბატონო იქ ეს რო შევამოწმე ერორი არ მომიგდა და ვერ გავიგე ვერ გავასწორე რა ნახოთ აბა გავუშვათ ისევ და ნახოთ რა ერორია და გავასწოროთ. კაი გადიდე ტერმინალი გადიდე რომ ნახოთ სად არის რას გვეუბნება სად არის ერორიო collecting is ეს არის რა ქვია იმას from bank import to value ესე ჩამო იმასკენ თვითონ ტესტი მაჩვენე მოიცერთ თუთი during collection ხო დააპატარავეთ ეს ტერმინალი ერთი წუთი აბა რატო აკეთებს ამას მოდი ერთი წუთი წერტილი დაწერე ბანკამდე აი from bank რო წერია მანდ დაწერე წერტილი B-სთან არა იქეთ გადა აი მანდ ახლა პრობლემები დაგიწერა აბა
ერთ წუთი თვითონ ბენკში შემახედე, თვითონ ბენკში შემახედე. როგორ, ანუ ესე იგი, მანდ შენ ის გაქვს არა, უყურე, იქეთ გადადი ისევ წაშალე ის ამ, უყურე, გადადი იქეთ წერტილი წაშალე. აქ რაზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, რომ ესე იგი assert value test აქ test value უნდა იყოს. მოიცა, test value უნდა იყოს. არა, test-ი უნდა ფიგურირებდეს. მოდი რა გავაკეთოთ იცი? import bank-ი დაწერე მანდ. ან from bank import values მაგრამ დაწერე ერთი სამ რა ქვია იმას pipki. უკაცრავად რა დავწერო? pipki. გამრავლების ნიშანი. Pipki? ხო. კაი, წაშალე და import bank-ი დაწერე. უბრალოდ bank არა, from bank-ი წაშალე, from bank-ი. არა, ისიც სივრცეც. ხო. ანუ უყურე, სივრცეც წაშალე. მანდ არასწორი იდენტაცია გაქვს. import bank-ი და value-ების წინ ჩამატე ყოველ ჯერზე bank წერტილი. მე-10 ხაზზე, მე-11 ხაზზე წინ, მერე, მანამდე, ბოდიში. ეგ წაშალე მანამდე, ანუ ბოდი წინ იმსე თქვი ხო, ანუ არა, უყურე, კონკრეტულად values, აი აქეთ გადმოდი ერთით მარჯვნივ გადმოდი, ეგ არის. მან დაწერე bank წერტილი. ეგრე გააკეთე ყველგან. აბა ეხა გავუშვი. ისა გაქვს. უყურე, შესთომა უყურე რა გაქვს. შენ შეხედე დააკვირდი კარგად. შენ სინამდვილეში მანდ bank py კი არ გიწერია, უყურე. test bank py რო გიწერია, იქ შენ სივრცეზე გაქვს დარტყმული ხელი, რასაც ვერ ხედავ. სინამდვილეში white space-ი bank py ქვია შენს ფაილს. უყურე, შესთომა რაშია? მარცხენა მხარეს უყურე, შეხედე test bank py ხო წერია? და ზემოთ წერია bank py, რომელიც არის ერთი სივრცით წანაცვლებული მარჯვენა მხარეს. არა, უყურე, აქეთ, მანდ ვერ მიხვდები განსხვავებას. აქეთ მარცხენა სვეტში უყურე, სადაც ფაილები და ფოლდერები გაქვს. ფაილები და ფოლდერები. ნახე, bank py არის წანაცვლებული ერთით მარჯვნივ. ეგ არა, ზემოთ არის bank py. უყურე, მაგის ზემოთ, სადაც აი უყურე, ეგ არის წანაცვლებული ერთით არა, უყურე. აი ეგ, უყურე, ეგ არის მანდ სივრცე გაქვს ჩამატებული შენ. სახელწოდებაში გაქვს სივრცე ჩამატებული და ეგ სივრცე უნდა წაშალო. ანუ ხელი დაგერტყა ეთყობა კლავიატურაზე და გეგონა რომ bank py ქვიოდა. სინამდვილეში მაგას ქვია white space bank py. ესე ქვია მაგას. white space ხო ხვდები, ანუ ყველაზე დიდი ღილაკი რაც არის. აი ეგ არის. ხო, leading უყურე, leading or trailing white space-ო მათ გიწერს, გეუბნება. კი ბატონო. ახლა სადმე სხვაგან სივრცეში დააკლიკე, რომ მაგას დაერქვას ეგ სახელი. ხო, კი ბატონო. აი ახლა წესით უნდა იმუშაოს, მაგრამ შენ როგორც გეწერა, ეგრეც უნდა იმუშაო მაგას წესით. იმიტომ რომ შენ მე მგონი სწორად გეწერა და არაფერი არ ქონდა შეცდომა.
ხო, ეხლა ორმა გაიარა, ერთმა ჩაფეილდაო. გადიდე ტერმინალი, ახლა ვნახოთ რა პრობლემა არის. Asir Bank, hey Davidi, ისა აქ თვითონ რაზე არის ლაპარაკი, რომ hey Davidi შემთხვევაში 20 სარაბრუნებს. 20 სარაბრუნებს. კაი, შევხედოთ ახლა თვითონ იქ ორიგინალ ფუნქციაში. ხო, ეგ fuel-ზეც უყურე, fuel-ზეც ახლა აგერ თვალში მომხვდა. fuel-ზეც მას ეგა გაკეთებული, ხელი გაქვს დარტყმული. უყურე, ეს სივრცე არის fuel-ამდეც, მანდაც. აი, უყურე, ახლა გეტყვის, რომ მანდო white space-იო ან მანამდე ან მერეო, ნახე? გეუბნება. ხო, კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა თვითონ შევხედოთ იმას, ხო არა, ისმას BankPy-ს თვითონ შევხედოთ, რომ რაღაცა არ გაიტესტაო. ხო, აქ რაზე არის ლაპარაკი, რომ თუ იწყება hello-ი, მაშინ ესე იგი კი ბატონო, starts with hello მისალმება, თუ იწყება h-ი და თუ არა 100. მე მგონი მანდ არის lower-ის ამბავი უნდა იყოს, მანდ ესე იგი დავუშვათ მივეცით input-ში დიდი ასოთი. არა, ის აღარ არის აუცილებელი უყურე. მეათე ხაზზე რო გიწერია end greeting არ უდრის hello-ს, იმიტომ რომ თუ hello-ს უდრის, ხო, მერვე ხაზში შევა და მეცხრე ხაზი და რეთუნდება და ეგ აღარ არის აუცილებელი. ხო, end greeting უდრის იმას, ეგ არის შენ გადააზღვი მაგითი რა, მაგრამ რეალურად არა, არც ის hello არ არის აუცილებელი. და წაშალ ყველაფერი ორ წერტილამდე. ორ წერტილამდე, არა, ორ წერტილამდე უყურე, მაქედან რომ მონიშნა ეგ არის. და ეგ მაინც იგივენაირად იმუშავებს. აი, ეხლა ნახე აბა ერთი ეხლა გავუშვი. ტესტები გავუშვი ეხლა, აბა ერთი რა მოხდება. ვიცი ერთი წუთი აწიე ზემოთ. ჰეიო udris 20 სარაბრუნებსო და ჰეი დევიდიო udrisო 20-ო ესე იგი 100-ო არ udris 20-ო ესე იგი ეს აბრუნებს 100-ს შენი ფუნქცია აბრუნებს 100-ს 100 არ udris 0-ს test hello udris 100 udris 20-ო და მე შენ გიწერია კიდე რომ test starts with h-ო ჩამოწქვენოთ ახლა starts with h-ი მაჩვენე starts with h-ო hey-ო udris 20-ო აი, შემახედე შენი კოდი. რატო არ აბრუნებს ის 0-ს და ეს 20-ს? შემახედე შენი კოდი BankPy-ში. Starts with hello. ეს არ ეთრუნებს 0-ს. ეს თუ შემოვიდა, როგორც უნდა შემოვიდეს hello ეს და არ ეთრუნებს 0-ს if greeting starts with
starts with start ესე იგი აბა ისევ გადადი იმაში ისევ გადადი შენს ტესტებში bank value hello აბა ის მაჩვენე მოიცა test hello ასე bank test hello კაი გადიდე ტერმინალი ისევ მაჩვენე ეგ ისა გადიდე ტერმინალი გადიდე ეგ არის ასეთი bank value ესე იგი test starts with h პრობლემა არის კიდე გადიდე ტერმინალი კაი ესე იგი აქ რაზეა ლაპარაკი რომ test hello აქ hello დავიდი უდრის 0-ს პრობლემა აქვს რაზე კიდე არა ხო ანუ ესე იგი მესამემ გაიარა და პირველად და მეორემ ვერ გაიარა კაი ესე იგი აქ ხა რაზეა ლაპარაკი რომ while assertion-ო 100-ო უდრისო 0-ო და 100 არ უდრისო 0-ო hello დავიდიო hello დავიდი რაზე აქვს პრობლემა ესე იგი აქ პრობლემა არის რაზე რომ ესე იგი რომ შემოვაო hello დავიდიო ამან უნდა დააბრუნოსო 0-იო აქ რო შემოვაო ესე იგი აქ არის ლაპარაკი იმაზე არის ლაპარაკი რა და რატო არ შვება ეგ არ ვიცი კაი აბა გადადი იქ და lower-ი წაუშალე აბა იქეთ თავარ ფაილში წაშალე lower-ი და მე თუ ეგრე აღმოჩნდა მე გავარკვიოთ რა ხდება აი lower-ი რო გიწერია ეგ არა ეგ ფრჩხილებით იმის არის ფრჩხილების lower-ის იყო მანდ ხო აბა ერთი გაუშვი ეგრე და ეგრე თუ გაატარებს და მე გავარჩიოთ ანუ რატო გაატარა ის და რატო არ გაატარა ეს კარგად რომ ცხადი იყოს ერთი წამი როგორ გავუშვიცი pytest test bank py ესე გავუშვი აბა pytest test bank py დავაშორო მერე ხო დააშორე დავალიდირე bank py არა მეგრე არა როგორც იქ გიწერია ფაილის სახელი არა არასდროს წერო ყურე ის წაშალე დავალიდირე test დავალიდირე bank py გავუშვი starts with h კაი გადადი ისევ იქეთ და დააბრუნე ის რაც გეწერა lower-ი მე მგონი შეცდომა გააქშენ backtick-ი მეორე ხაზე ანუ იქ რატო არა ამოიცა რა გააკეთე იცი აბა ის ბრჭყალი რო გიწერია გრითინგის დასაწყისში ეგეთივე ბრჭყალი წერია მე ბოლოს გრითინგის აი უყურე მან სადაც გეხარ ახლა შენ
სადაც დგეხარ. უყურე სადაც სიმცირებს. მან იგივენაირი ბრწყალი გიწ იგივენაირი ბრწყალი წერია, ხო? დიახ, იგივენაირი წერია. ხო, არა, ეხლა აქ ჩემთან სხვანაირად ჩანდა. ესე იგი, აქ რაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ ესე იგი greeting-ი რაღაცა value greeting-ი starts with სწორად გიწერია starts with hello გიწერია greeting-ი starts with h return-ი ესე იგი აქ 20 თუ არა და return-ი 100 იქ მერე რა გიწერია იქეთ რო გადავიდეთ test bank ფაილში აქ რა გიწერია ესე იგი აქ გიწერია რომ თუ hello-სო აიღებსო დააბრუნოსო უნდა დააბრუნოსო ნულიო და თუ hello დავითსო აიღებსო დააბრუნოსო ნულიო ეს არ მუშაობს აქაც აბრუნებს 100-ს ანუ ყველა ვარიანტში ეს გვიბრუნებს 100-ს. კაი, მოდი უბრალოდ გავუშვი შენი ის კოდი, ის bank ფაილი და უბრალოდ ვნახოთ ეთი მივცეთ აბა ერთი ეგ რასაც ეგ გვეუბნება ისეთი ინფუტები და ვნახოთ აბა რას დაგვიბრუნებს. არა, test bank-ში ხო, კი ბატონო. უშე საჩეხვედი ხა შენ bank pay-ში და ერთ წუთი bank pay იქვე უნდა ეგ სხვაგან შეხვედი ხა შენ ჩვენ ხა სხვა ფოლდერში ვდგევართ ჩვენ ვდგევართ სხვა ფოლდერში ანუ ეს bank pay-ში უნდა გავხსნას არა, მე მინდოდა რომ ჩვენ შევამოწმოთ აი ისევ test bank-ში რო შეხვიდე. არა, მანდ რო შეხვიდე. კი ბატონო და მანდ შევამოწმოთ bank file-ში რა წერია. ანუ bank file გავუშვი, Python bank file გავუშვი. ხო, აბამ იყურე იქეთ რაც გაქვს ის ინფუტი მიეცი, ანუ იქეთ რაც გაქვს, ანუ რაზეც გეუბნება რომ პრობლემაო. test bank file-ში რო გადახვიდე, აქეთ ესე იგი, აქეთ ეს წავშალეთ, მათ პრობლემა იყო რომ ესე იგი hello დავითსო რო აძლევო შენო, ხო? მაგასო ეგო იმაშს გიბრუნებს რა ქვია მას, 100-ს აბრუნებს. აბა hello დავიდი მიეცი მაგას, hello დავიდი. დიდი ასოებით უნდა მისცე. იმიტომ რომ იქ დიდი ასოები გიწერია. არა, hello დიდი ასოებით დაწყებული. როგორც იქ გიწერია, ისე უნდა მიცე, აიყურე მე-11 ხაზზე. და იმეს უნდა ხო? Enter-ს დააჭირე? ხო. ეხა პრობლემა რაშია, უყურე? პრობლემა არის იმაში, რომ შენ აქ რა გიწერია, იცი? ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, იცი? პირდაპირ ფუნქციას ვაწვდით მე-11 ხაზზე რაც წერია, ფრჩხილებში hello დავიდი, მაგას ვაწვდით ფუნქციას. გამიგე? და ფუნქციას რო ვაწვდით, ეგ როგორც მანდ წერია ფრჩხილებში დიდი ასოთი რო იწყება hello და დიდი ასოთი რო იწყება დავიდი, ეგ ფუნქცია პირდაპირ მას ეხედავს მაგას. იმიტომ რომ ჩვენ ანუ დაყენებული გვაქვს input-ზე lower-ი. თვითონ ფუნქციის შიგნით კი არ გვაქვს lower-ი დაყენებული. ამიტომ ეგ ლოგიკურად ეგრეც მუშაობს. შენ თუ გინდა რომ ტესტ უყურე, გადადი იქეთ bank file-ში გადადი, უყურე
ჩვენ აქ უყურე მეორე ხაზზე ინფუზე ხო გვიყენია lower-ი. დიახ. ხო და ჩვენ გვეგონა რომ ესე იგი აქ inputs მიაწოდებდა ტესტი hello Davids ანუ title-ებით რო იწყება ისეთ დიდი ასოებით რო იწყება ისეთს და მე მაქედან მოხდებოდა ეგ დაპატარავებული hello Davids-ში სინამდვილეში ხდება როგორი რაღაცა ესე იგი მეშვიდე ხაზზე greeting-ის ადგილას დიდი ასოებით დაწყებული hello მძიმე და დიდი ასოებით დაწყებული დავიდი მოხდება greeting-ის ადგილას და შესაბამისად if-ი შეამოწმებს რომ hello-თი არ იწყება ეგ იმიტომ რომ იქ განსხვავება არის hello იწყება თვითონ დიდი ასოთი თუ hello იწყება პატარა ასოთი შესაბამისად დაგვიბრუნებს 100 ანუ თვითონ შენი ფუნქცია ან ჩვენ აქ ორი ვარიანტი გვაქვს რომ ან ჩვენ მაგ ესე იგი უნდა გადავაკეთოთ ისე რომ greeting-ზე დავაყენოთ lower-ი თვითონ ფუნქციის შიგნით, იმიტომ რომ ტესტავ შენ ტესტავ ფუნქციას. მთლიანად კოდს კი არ ტესტავ, შენ ტესტავ მეშვიდე ხაზზე რომ გასაზრული გვაქვს ფუნქცია value იმას. ან მეორე ვარიანტია რომ თვითონ ტესტში ჩავასწოროთ. რადგან ფუნქციამდე მეშვიდე ხაზზე greeting-ის ადგილას უკვე დაპატარავებული, გალოუერებული მოდის, ესე იგი ის რაც იყო input-ში მაგიტო შეგვიძლია თვითონ ფუნქცია გადავაკეთოთ და გაივლის ტესტს უყურე გადადიიქეთ test bank ფაილში უყურე აქ ჩვენ ესე იგი hello დავიდი უნდა გადავაკეთოთ პატარაზე შენ რო ეგ დიდი ასოებით რო დაწერე შენ იგულისხმე რომ hello დავიდი მე-11 ხაზზე რო წერია ჯერ input-ში მოხდებოდა იქეთ მთავარ კოდზე დაპატარავდებოდა და მერე ჩააწოდებდა ესე იგი ჩაწოდებული მერე მიეწოდებოდა ფუნქციას რომელიც უნდა გაგვეტესტა სინამდვილეში ეგრე არ ხდება სინამდვილეში ჩვენ s1-ის რო დაუწერთ s1 bank values რო გავუგზავნით hello davids ეგეთი hello davidi ეგეთი ჩაწერილი მოხდება პირდაპირ ფუნქციაში და შესაბამისად დაგვიბრუნებს 100 ან მიხვდი რა გავიგე როგორ გირჩევნია შენ როგორ გადავაკეთოთ თუ გინდა აქ გადავაკეთოთ და უბრალოდ გაივლის ტესტს გადავაკეთოთ აქ დიახ კი ბატონო პატარა ასოებით ჩაწერე hello davidi და იმ წესით უნდა იმუშაოს რა ვიცი ხო მე-15 ხაზეც იგივე ამბავი არის. დავიდს არ აქვს მნიშვნელობა. ნუ დავიდი შეიძლება ხა დავიდზე ხო არ ამოწმებს. ეს ადამიანის სახელი მე მგონი დიდი ასოთი იწერება ისედაც. ხო, ნუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თუ გინდა ეგრე დატოვე, თუ გინდა გადააკეთე. ხო, კი ბატონო. კი ბატონო, გავუშვი აბა ერთი ხა ესა ტესტი. ხო. კი ბატონო. ეგ არის. ხო. ანუ ხო, ანუ აღარ გავიმეორებ. ანუ მე მგონი მიხვდი რაზეც იყო პრობლემა. დიახ, გავიგე, დიახ. ხო. კი ბატონო. input-ის გავლით ეგ არ მიეწოდებოდა. ეგ არის გაგისი პასუხი. ხო. კი ბატონო. ეხა მომდენო რაც არის ნახოთ. ეს არის vanity plate. ესეც მუშაობს თუ არ მუშაობს? ეგ შევამოწმოთ და მუშაობდა ამ წამში. კი ბატონო. შევამოწმოთ ეს. შევამოწმოთ. რაო ხო შვენიერია
შვენიერია, რამე შეკითხვა ხო არ გაქვს. არაფერი. აქაც errors აგდებდა. errors რაზე აგდებდა? აი ტესტს რა ვაწვევ ტესტს errors აგდებდა. ხო და ვიცი ცოტი ეხლა რა გავუშვი შენ? ტესტი შევამოწ. ვიცი ცოტი ეს ჩამ ზემოთ მაჩვენე რა ხდება? აქ რაღაცა ვერ ხედავს რაღაცას, აქაც რაღაცა error-ი collecting test plates py import error-ი plates-ი ხო შეამოწმეო სახელი თუ არ აი ერთ წუთი შემახედე თვითონ იქ ფუნქციაში იქეთ plates-ში შემახედე plates-ში დიდი ასოთი გიწერია valid და ეგაა პრობლემა მანდ გადააკეთე პატარა ასოთი დაწერე მანდ valid ქვემოთ მეცხრე ხაზზე არა ეგ არაფერ შუაში არა ეგ პრინტია მაგას ერთად არც ვეხებით. აიყურე მეცხრე ხაზზე. ხო. ეხლა სხვაგან არის პრობლემა. რაზე აქვს პრობლემა ახლა რომ ვნახოთ? is valid is not defined. ზემოთ გაქვს გამოძახებული ყურე? ზემოთ. ხო, აი მანდ მესამე ხაზი. ხო, წესით ახლა უნდა იმუშაოს ტერმინალი თუ სხვა პრობლემა არ არის. ეგარ. ესე იგი. კი ბატონო, შვენიერია. ხო. ეხლა ეს არის მოიცა ერთი წამით ხო, აი ისა ფუელი საწვავისისა, ავზირო იყო გადავალება. კი ბატონო ხო მუშაობს ესეც? Yes. კი ბატონო შვენიერია ვნახოთ აბა მაინც რამე შეკითხვა ხო არ გაქვს შენ აქ? არაფერი. კი ბატონო ძალიან კარგი შვენიერია კი ბატონო, მოდი ვნახოთ. ხო, ნუ აქ ხო რა. ბატონო, თუ არაფერი შეკითხვა არ აქვს, შემდეგი ვნახოთ. არაფერი შეკითხვა. კი ბატონო. ეს არის ესეც ხო, ესეც ტესტებს გადის, ხო, ესეც შეუულებრივად. აი რო გავუშვა. კი ბატონო. თუ შეკითხვა რა, გადავიდეთ შემდეგზე. ხო, ნუ ეგ ხო ან მუშაობს, ხო ეგეც? კი, ჩეკზე კარგად იყო. შვენიერია, ის არ აქვს მაგათ, ხო, ან ტესტები თუ გაიარა, ჩეკი მაგათ არ აქვს მაგ დავალებებს და შესაბამისად, ანუ თუ ტესტები გაიარა, ესე იგი და შეკითხვას თუ არ გაქვს. ტესტი რავია, ის არ შემოწმებია, ნახავ ეხლა. ხო, გავუშვი ხა და ეხლა ვნახოთ და თუ რამე იქნება გავასწოროთ. Yes.
ერთხელ რო აუღებ ალღოს ტესტებს, ისეთი ისა არა, ისეთი მომენტი არა. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ერთი ალღო უნდა აუღო. თვითონ ფუნქცია უნდა გესმოდეს კარგად და დანარჩენი ისეთი მომენტი არა. Yes. მაშინ. იმისკენ ხო არა CD ჯერ ხო უნდა შევიდეთ იმაში თვითონ დირექტორიაში. მე მგონი ჩეკ და ორი ჩეკაუთი უნდა დაწერო. არა ჩეკ უყურე? test checkout-ი არაო test check-out test check-out ის არა checkout-ი გიწერია checkout-ი გირქმე checkout-ი ტესტი არ უნდა ანუ პირდაპირ checkout-ი ქვია იმას folders უყურე ხო checkout-ი გირქვია ეგა ხო, შვენიერია. იბატონო. ხო, ანუ აქ ეს არის currency. ხო, ესეც აქ რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს? ხო, მის არის ამწვანებს, ხო? ანუ ტესტებს გადის, ხო? კი ბატონო. დიახ, გადის. კი ბატონო, შვენიერია, მაშინ შემდეგი ვნახოთ. კი ბატონო, ესე იგი, აქ ჩვენ გვაქვს, simple interest. ხო, აქაც ჩვეულებრივად ტესტებს გადის თუ, ანუ შესაძლოა. კი ბატონო. დიახ, გადის, აქაც. შეკითხვა ხო არ გაქვს რაიმე? არაფერი. მაშინ შემდეგი ვნახოთ. ხო, ეს პრინციპში ცოტა რთული ვარიანტი იყო წინა იმისი და აქაც ჩვეულებრივად მუშაობს, ხო, ყველაფერი? დიახ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეს ის ბოლო დავალება იყო? დიახ, ეს ბოლო არის. კი ბატონო, რაიმე ისე ზოგადად რაიმე სხვა შეკითხვა ხო არ გაქვს? არაფერი, აი ძველ დავალებას რო დამპირდით, აი გაიგებთ გავარკვევა, აი მიკროფონთან დაკავშირება რაღაც. ეგ ის ხო, მაგას იმას ვიზავ, ეგ არის იმას მიქნია. რამოდენიმე სტუდენტს იმას აქნა ერთად და ანუ კიდე შენს გარდა კიდე სხვებსაც აქვთ ეგ ისა. მოიცი ერთი წუთი, ხო, ანუ და მაგას იმას ვიზავ. მაგას გაგირკვევთ, ანუ ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ ახლა ამ წუთას არ მაქვს ეგ გარკვეული, რა პრობლემა იყო ამ დავალებაზე და გაგირკვევთ. რაც შეეხება იმას ერთი წამით აქ 28 ხაზზე იდენტაცია ნამდვილად სწორად არის ესე მეჩვენა რომ ძალიან შეწეულია ის 28 ხაზი მარჯვნივ უყურე მან ხო აი უკან გადმოდი ერთი წაშლის გლაკით აი მე მგონი ეგ არის მან უნდა იდგეს აი კიდე აი ბოლომდე 28 ხაზთან მოდი მარცხნივ და მერე დააჭირე ორჯერ იდენტაციის თაბს კიდე მოდი მარჯვნივ. ეხა ორჯერ ეგ არის სწორი ადგილი, მე მგონი სადაც უნდა იდგეს. ხო, მაგას გაგირკვევთ, ყველა ანუ რამოდენიმე იმას კიდე აქ ეგ ერთად იმას ვიზავ და გაგირკვევთ და მაგას რა იქნება გასაკეთებელი მანდ გეტყვით რა. ეს ახლა ის არის ხო? რა ქვია იმას ეს არის შენ დაინსტალირებული VS Code-ი გაქვს თუ ეს მარტო ეს გაქვს Harvard-ის device-ი? არა, დაინსტალირებული ბაღა, დაწაყენებელია, JavaScript-ზე დაყენებული იყო და Python-ზე არ ვიცი განმოანა და რაღაცა. ხო, ზოგადად ის მიკროფონის დავალება სჭირდება რომ იმუშაოს დაინსტალირებული VS Code-ი, ანუ არა Harvard-ის device-ი, მაგრამ დაინსტალირებული და გაგირკვევთ მაგას და ანუ იმას ვიზავ რა. ვისაც გააქვთ ის დაინსტალირებული VS Code-ი,
იმ ანუ კიდე არის სტუდენტი, თქვენთვის იმუშავებს ეგ დავალება და ვისაც არ აქვს დაინსტალირებული, იმას თუ მომდება მერე რო დაინსტალირებს VS Code-ს, მერე გააკეთებს მაგ დავალებას. ესეთი ამბავია. აჰა, ასე გები. ხო. კი ბატონო. სხვა თუ რაიმე ისეთ შეკითხვა არ გაქვს, გავთიშავ ჩანაწერს. არაფერი შეკითხვა, არაფერი. კი ბატონო, ერთი წამით.